რა, ემალები ვინმე? იბამბების მერე წინაზე მოაწყვე გიყვირს? რა გინდოდა? უყურებ ამათ. ისე რაღაც მომენტში მეც მეცინება ჩემ თავზე. 2 წუთში ასეთი რადიკალური რო გავხდი რა. ალბათ ვერ ვიაზრებდი, კარგად რას ნიშნავს მამობა. და ეხლა ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე იაზრებ? ხო. რას იაზრებ? ვიცი, იმას რომ რაღაც სისულელებს ვამბობდი. ალბათ ჩემი არ იყო ეს სერიოზული ურთიერთობა, ასე მეგონა. დაუძბობდი პასუხისმგებლობას მე არ. რა დარწმუნებული ხარ ეხლა გინდა? ცირა. ეხლა ვზივარ სკვერში, ვაკვირდები სხვის ბავშვებს. სულ ფიქრობ, როგორი მამა ვიქნებოდი ჩემს შვილებს როგორ ვათამაშებდი აქ. ამბობ რომ ძალიან ხშირად ვჩერდები ხოლმე ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიებთან და ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი ტანსაცმელი მოუხდება ბიჭი. მოიცადე. ჯერ ესეთი შეიძლება ეს შენი შვილი არ არის. დარწმუნებული ვარ რომ ჩემი. გზნო. არ ვიცი რა. მე შენ ესეთი არ მინახი კარკერას. მეც მეგვირს ჩემი თავის. და იმის რომ მამობა ასე ძალიან მომიგდა. ამიტომ ძალიან გთხოვან ყველაფერს მოწამოთ. ვაიმეთო დამვიწყებია შენი ხელი. გემრიელესია. მარტო ჩემი არა, ელენე მომეხმარა. მართლა? მე ვქიჟდები მაგ ბავზე. მოღედი. დედი, დაიბანე ხელები და მოდი. დავუსხავე მასაც. რასუნებია? ნუ როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. დედა, ასე ადრე რატომ მოხვედი სამსახურიდან? მოკლედ, ერთ თვიან შვებულებაში გამიშვეს დედიკოს მიხედეო. დედა, საქმე არ გაიფუჭა რა. არა, დე თვითონ შემომთავაზეს, მართლა. აკაი არა, კაი ხალხთა რო გიწევს მუშაობა. აი ჩემ კლინიკაშიც ისეთი კარგები იყვნენ. ერთი ოჯახივით ვიყავით, ისე იცოდნენ გვერდში დგომა. მართლა ძალიან დამიტკდნენ გვერდში. რა გემრიელია თე. ახლა მთავარია რომ გერმანისთვის მოამზადოთ ყველაფერი. მე სუხაზე ვიქნები. ნიკაი გეყოლებათ. არაფერს არ შეგეშინდეთ. თქვენ რო არ ყავდეთ, მე არ ვიცი რა გოშველებოდა. აი მე ეს ბავშვი რამდენს სწავლობს. დაიწყეს ახლა რა სწავლობს კაცო? სიხარულით მოდის. თან თვითონ იყო ყველაფრის ინიციატორი. აი კარგი მშობლების შვილი რას ნიშნავს? იმედია თავისნაირი კარგი გოგო შეხვდება. არ ვიცი. ნუ რატო ესე? რა ვიცი, ძალიან ნერვიულობ. მე და მალხაზიმ შევამჩნიეთ. მგონი ამ ბოლო დროს ცოტა შეყვარებულია ეგ. მე რა მაგას რა ჯომია რა ცხირფილი ჩამოგტირის. რა ვიცი, ეთო ვინ არის, რანაირია. იქნება იმას არ მოწონს, ბავშვს გული არ ატკინოს. კაი რა ნუნუ. ნიკა უკვე დიდია და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ გოგოს იპოვიდა. ხოიც ცხოვრებაში ყველაფერი თავის დროს ხდება. თუ რამე სერიოზულია გაგაცნობ თქვენ და ვიცი რა თქვენ ძალიან მოგეწონებათ, ნუ ნერვიულობ. იმედია. ძალიან მაგარი ფელამუში ჩამომიტანა ამდილი სოფლიდან ნონამ. ვა, რა უნდა და? არაფერი მე მოგიყვები. ხო შეჭამთ? კი. It's okay. Someday I'm gonna be with you. სამუშაო საათები მორჩა ბატონო კობა. ვიცი ხო, რავი მარიამის და ეთერის გამგზავრებაზე რაღაცეებს ჩალიჩობდი და ურბივარ რა. მაინც შემოვირბინე მეთქი და მე ხო არ დარჩა გასაკეთება. ვიცი რას მიხსნი შეჩემ. მასალები მოვიდა დღეს რა და მე და ზვიადამ
დავაწყეთ, გავამზადეთ რა ყველაფერი რა. ბიჭო, ოპერაცია გადაწყდა. ბიჭო, დაუნიშნეს ხო რა და ეთერი და მარიამი გაფრინდებიან და ის ნუნუს შვილიც მიყვება რა, ექიმია რა. ნახოთ რა. მაგარი მოტეხილი მეჩვენები ამ ბოლო დროს რა. სად არის ბიჭო, ჩემი ძველი ყობა, კაი, აქ არის რა. ბიჭო, რაღაცნაირად დაალაგდა ერთმანეთი ყველაფერი მიყვა ერთმანეთს და კაროჩე რა, თან ნერვიულობ, მაგრამ ვერ მივყვები ამათ და კაროჩე. აი, არის ნერვიულო ეხა რა, მოგვარდება რა ეგ ყველაფერი რა, დარწმუნებული ვარ იმენა მოიჭველი რა. ნასვამი ხარ შენ? რავი, ნასვამი რა ვიღე, ზვია და შემაცდინა რა დილიდან რა. ისე ზომიერად რა, ორი მაკალი ლუდი მივირთვი რა. ხო და რადგან აქ ხარ, წამიყვანი რა მანქანაზე რო არ დავждე რა. აბა რას ვიზავ? გა. სახში მიდიხარ ხო? აბა? ლაკოსთან. ვა. ეს რაღაცა ახალია ხო? გავარკვიე რა. შენ და ზვიადას რო პანიკა ქონდათ აწეული. ბიჭო, ლაკოს ბიძაშვილი ყოფილა რა ის მასტი რა. ეთქვა ზვიადამ გაიგო რაღაცა არასწორად რა. ძალიან კაი მერიტო. ო, მაგარია. ირჩები და ეს? კი. აი, მომესწრო ბიჭი. წავიდი? წავედი. რატომ რა იყოს? რა კარგი გოგო ხარო მოხვედი. აბა უნახავად ხო არ გაგიშვებდით. ეთერი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, დარწმუნებული ვარ. მადლობა. არ ინერვიულობ ხო? ეხლა მე წავალ, თორე წამალი მაქვს დალეული და აქვე დამეძინება. მოდი. და შენს გაუბრწყდი შენ პატარას. აუცილებლად. აბა თქვენ იცით. აბა რა განწყობით ხარ? აი, ძალიან ვცდილობ რომ არ შემეტყოს, მაგრამ ისე ნერვიულობ. მომისმინე. პასუხები ხო არის რაც თავარია დამაკმაყოფილებელი. კი, თან იმაზე მეტად ვიდრე ველოდით. ხო და გეხვეწები, არ ინერვიულო რა. ჯერს ხო იცი ეთერი და რა ტიპი არის. როგორც კი დაინახავს რომ შენ ნერვიულობ, ისიც ინერვიულებს და ამიტომ დაიჯერე რომ კარგად იქნება და კარგად იქნება. მართალი ხარ. შენ როგორ ხარ მომიყევი რა ხდება? არ ვიცი რა. ისე. ცუდად. არეულია. დღეს კერესა ვნახე. ნეცი როგორ მოვაპარაკება? მამობაძე, გრძნობებზე. მგონია რომ გიორგი ჩაუსახდა. ვიღაც საერთოდ სხვა ადამიანს ვლაპარაკები. არ მეც ვერ ხვდები რა გადაუტრიალდა ესეთი. და უკვე ხო შეგიძლია დნმ-ის ანალიზის გაკეთება. გაიკეთე რა, შენც დაისვენებ და ეგენიც. ხო და უბრალოდ რთულია რა. აი რა არის რთული, ნერწყვი გიჭირდება ან თმის ნიმუში, გიორგის სავარცხლიდან აიღებ ან რამე ეგეთი. კი, ეგ ვიცი, უბრალოდ თვითონ გასაგებად არის რთული. აი დამიჯერე გაურკვევლობაზე რთული არაფერი არ არის. გაიკეთებ ანალიზს და გაიგებ ვისთან, რატო და როგორ გინდა ცხოვრება, როგორ ჯობია. ნუ მე კი არ ვიქნები აქ მაგ დროს გერმანიაში ვიქნები, მაგრამ ისე ხო იცი შენთან ვარ. შენ რო არ მყავდა რა მიშველება და მაგრამ მე რო არ ყავდა მართლა არაფერი არ მეშველები. ვიცი. მე მგონი სხვა ნაწილია ეს არა? ჰა? მარა გჭირს? დირკი ძალიან მიხაროდა, მაგრამ რომ არ მოუწონებოდი. კაი რა და აი მითხარი შენ ვის არ უნდა მოეწონა, აბა? მითხარი. მომიკო, მომისმინე. შენ ინგლისურის მასწავლებელი ხო, კმაყოფილია? კი, ძალიან. ხო და მთავარი ეგ არის, მა. მარი ნერვიულო, შენ და ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ხო. დე, მიდი ახლა კბილები გაიხიხე და დაწიკი, ხო? აი და მა, ის წიგნი დღესაც წავიკითხოთ, ხო? გუშეწო. დე, დიდი გოგო ხარ უკვე და შენ თვითონ წაიკითხე, ხო? იცი კითხო. მიდი, მა, მიდი დაწეკი და მოვალ მეც და წავიკითხოთ. დაიგალე?
ყველაფერი კარგად იყოს, მარიამ, და არჩივიამ დაღლას რა. სასტუმრო დაგიჯავშნეთ. ბილეთებიც გიყიდეთ. და ის კლინიკაში წინასწარი 30% რაც იყო გადასარიცხი, ისიც გადავრიცხე. და კიდე გაგიკეთეთ ცალკე ბარათი. რასაც იქ გამოიყენებთ, იქ რაშიც დაგჭირდებათ ფული და საერთოდ რა. ეთერის ბარათი რო აღარ წაიღოთ, რა ვიცი, ან არ დაგეკარგოთ, ან არ დაიბლოკოს. ხო ვიცი, მაინც რა. რა საყვარელი ხარ, ჭკვიანურია ეგ. ის ბარათი შენ დაიტოვე დედას ბარათი და რა ვიცი, შენ და ელენეს რამე რო დაგჭირდეთ, გამოიყენებთ რა. მომის მინდა. შენ ტელეფონი მიგაქ ხო? თუ ნიკას უნდა უღრეკო იქ. არა, მიქნება. ეთერისი, იმიტომ რომ როუმინგი ვერ ჩავდე. არა, ტოვებს, სად იქნება ახლა მან ტელეფონის თავი და დრო. ხომერიკო, მარი როგორ ხარ? კარგად შენ? რა ვიცი, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა. უი, რატო რა მოხდა? იცი, დარწმუნებული ვიყავი ელენეზე, მაგრამ როგორც ჩანს ინერვიულა და გასაუბრებაში ქულები დააკლდა. აი მერე კატომ მაჯობა ქულებით და მას უშვებენ. ხო, ხვდები, ჩემსაც მაღლოდნელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად არ იყო მზად ელენე. არა, კი, მესმის. მეც არ მეგონა ესე თუ გამოვიდოდა. მოკლედ ამის სათქმელად დაგირეკე. კარგი, მადლობ. კარგი დროებით. ვერაო. როგორ უთხრათ? მე დაველაპარაკე. მოდი მაგდა. არა, ერთი წუთით შემოგირბინე მადლობის სათქმელად და აი ამის მოსაცემად. ვიცი, რაღაცნაირად უხერხულად გამოვიდა, მაგრამ ამას არ დაგივიწყებთ მე და ჩემი ქმარი და ის რაც შეგპირდი, აუცილებლად იმ დღესვე შესრულდება, როგორც კი კატა ლონდონში გაფრინდება. მადლობა. მერიკო, ხო გესმის, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის კატოს დასასვენებლად წაყვანა გინდა ლონდონში და გინდა ნებისმიერ სხვა ადგილას, მაგრამ უბრალოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი აქედანვე მიეჩვიოს გამარჯვებას. მესმის. ძალიან კარგი. კარგი, მაშინ წავალ. კარგად იყავ. დროებით. ეხა უკეთესია. თუ მომაჭრე? ეხა დავიჯერო შენ ერბიც არ ამიყავს? ჩემ არის როგორც? სიმპათიურ, ჭკვიან, თბილ და კარგ ადამიანს. ჩემი მანქანის გასაღებ შერადგინდა. რა შენი მანქანის, გოგო, ჩემი ნაყიდია, ეგ მანქანა გასაღები მომეცი. შეგიძლია მე და კატოს პიცა და ბურგერები რო გამოგვიძახო.